საკვლავ საქართველოსაც განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი დაემატა, ეს ყვარელია, ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა. კახეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ობიექტი პირადად გახსნა. რა ხდებოდა დღეს განახლებულ ყვარელში, ნათია მღებრიშვილია პირდაპირ ეთერში. განახლებულ ყვარელში დღეს პრეზიდენტიც ჩამოვიდა, მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა რეაბილიტირებული ისტორიული ქალაქი და სახალხო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა. პირველი ობიექტი, რომელიც განახლებულ ქალაქში პრეზიდენტმა გახსნა, იუსტიციის სახლია, რომელიც თანამედროვე დიზაინის არის და 300-ზე მეტი მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მოქალაქეებმა. პრეზიდენტმა სიმბოლურად წითელი ლენტი უხუცეს ქალბატონთან ერთად გაჭრა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ყვარლის რეაბილიტაციის პროექტში. იუსტიციის სახლის გახსნამდე პრეზიდენტი ადგილზე შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა. ხამარებებო, ნახეთ ვინ მოვყავთ თქვენთან. 100 წლის ბებო, რომელიც 100 წლის ასაკშიც ქარგავს. თქვენ გამოგიგზავნათ. 100 წლის ასაკშიც რა იქნები შენ 100 წლის გაზოვი და იტყვევი 100 წლის. რა არის 100 წელი, რა მოხდა? ნახეთ. აი, ეს ვიცოცხლები და. ჩვენი კარგად. დავით აღმაშენებლის თავისი ხელით მოქარგული ბოლო თავისი ნამუშევარი. დავით აღმაშენებელია თან ბატონ პრეზიდენტი. ძალიან კარგი ნამუშევარი. მოგეწონათ ის უცნაური სახლი? იუსტიციის სახლი მოგეწონათო თამარა? ყველაფერი მომეწონა, ვეღარ მიცანი ხარი. აკავარ დაბადებული და ვეღარ მიცანი. სულ ახალი თაობა, ახალი ძველი ვეღარ ესწრება. გული მსდება, რომ მარტო მე რომ ხედა, მე მინდა რომ ყველამ გაიხაროს. შენ გახარებული იყო რა ის როდესაც. მერტმა ძალიან გავხობილი. მე ის საბარე. ერთი თვის, 100 წლის და ერთი თვის. შვენი ფორმაში ხარ. კიდე გავაგზავნე. რა მარაოდაქრა დორიო თანახერები. აი ხა ცოტა გავაგზავნე. თვალისთვის რაღაცა მის ეს ეგარაფერი. კიდევ დაგხატა რაღაცა. აი თამარა, ხოხედა. დიდი მადლობა. ხო მაგარია. ხო მაგარია. საოცრება. Kabari არის 100 წლის და 1 თვის. შენაქვი. ლუკარი 4 წლის. ნახეთ ორივე რა სილამაზე. აი კახეთში რა ხალხი ცხოვრობს. ნახეთ ესე ყოველთვის ცხოვრობდა ასეთ მაგარი ხალხი, მაგრამ ასეთ სილამაზე არ შესაძლოა. ეს არის სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მართა გაზვიადების garaშე. ბევრი რამე გჭირდება სხვა. ჯერ რა თქმა უნდა სოფლების ძალიან ბევრი გაჭირობა, ძალიან ბევრი ადამიანის ხელის გამართვა ჭირდება, მაგრამ საიდანაც ხონდა დავიწყო. და რაღაც სტანდარტები და ყველა შექმნა და ყველა მოიქაჩს და ყველა ოჯახმა მე რაღაცა ნახოს. ეს არის ეს და ეს სიბო მარტო ამის არახავად ჩამოვა ტურისტი და ამის გამო ოჯახში შევა შემოსავალ. აბა გავიქნა. აბა ეს აბა შენ აბა ნა აი რა ხოხტა I want to give you the medal. You know, the lady from his village is 100 years old, is 100 years and 1 month old. Wow, God bless you. Anyway, how beautiful she is. God bless you. I wish all Georgians have long life like you. But I know also why you have long life. Because the nature here is clean and the wine of Kakheti is antioxidant. The red
you are peaceful people in your heart. That bullshit ძამში და მეხა. God bless you. God bless you. ვეხმარებოდა ჩვენ სოფლიო ბანკის წარმომადგენელი ახმედი და მინდა ორდენი გადავწყვეტ. This is the medal of honor and we really want to thank you for all this help you've given us. This is the work all your team have been doing. Yes, but they don't need medals. They're like, thank you very much. Thank you. რეაბილიტაციის ფარგლებში პრეზიდენტმა მშენებარე ობიექტებიც დაათვალიერა, მათ შორის არის დურუჯის ციხე, რომელიც სასტუმრო კომპლექსი იქნება და სამუშაოები უკვე აქ აქტიურად მიმდინარეობს. მეორე ობიექტი იყო ყვარლის ედემი, რომლის ინვესტიცია 6 მილიონი ლარია და გამაჯანსაღებელი კომპლექსი იქნება. პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო ორივე ობიექტის პროექტს. მერამდე სასტუმრო საკითხი. მეხუთე მაგალითად. აი გადავაცხალი ცელკარილებზე. აი გადაიქეთ ეს ნახე მე მიყვარს კახეთი დაარდეს თავი. ყველა პირად. აქ ახალი წელი მაგარი ხარ. 24-ზე დაჯერშულებია 24. ეს აქ იყო გაუქმებული ძველი სარწყავი პატარა ჭაობი იყო. იმიტომ რომ აქ რო გაკეთე კერძოლებები რაც მაგარი საქმე იყო მე ის იყო რომ ხალხს ხალხნა ასეთ მისასვლელი გავაკეთე ეს თვა და წამოწველი გუშინზე პლაჟზე თვალებს არ დაუჭერე იყვნენ ლატვიელები, პოლონელები, ჩეხები ეს ჩამოწვდეთ ჯგუფი ირუჯებოდნენ მზეზე ჰოლანდიელები თელი ლათმო თელი ზაფხული თელი ყვარელი აქ იქცა და ყვარელი გურჯაანი და თელავის ნაწილი ყველა აქ დადიოდა ჭუპალაო ძალიან მაგარი საათი ეს კებდა ანკა. შიდა სამუშაოები ორსაფერი მორჩენები. ყვარელში ტურიზმი თუ როდეს. ტურიზმი კი არა, ეხა 1 2 3 სასტუმრო გაკეთდა, ეხა ემატება ესა და კიდე 2. სპა იქით ზემოში. 6 სასტუმრო იქნება. მარტო ერთ პატარა ყვარელში. თან ერთმანეთზე უკეთეს. რა ეს არის? კერძო ბიზნესი და სახელმწიფოს პარტნიორობის მაგალითად. ეს ორი სლაგდება. ალბათ დაახლოებით 2 თვეში დასრულდება ეს სასტუმრო კომპლექსი, ეს არის სპორტული გამაჯანსაღებელი და თქმა უნდა ქართული კულტურის ერთ-ერთი წარმოსაჩენი წერა იქნება. აქ არის უკანა მხარეს არის მარანი, ტრადიციული კახური მეთოდით ღვინის დაყენებისთვის, თქმა უნდა ასე ევროპული ტექნოლოგიით, არის დიდი აუზი, სპორტული აუზი, 22 მეტრიანი, რა თქმა უნდა არის სავარჯიშო ბაზი, რესტორანი და ყველა ნებისმიერი სიკეთე რასაც აგებს ტურისტი მოედის საქართველოს შემოსვლაში. ამ წუთებში ყვარლის ცენტრში სახალხო ზეიმი გრძელდება, სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სუხიშვილების კონცერტიც.